ლაშა ტალახაძემ ბიზნეს საქმიანობით $680,000 იშოვა. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საკუთარ ანგარიშში ოცნების დეპუტატის დეკლარაციაზე დაყრდნობით წერს. ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ოცნების 87 დეპუტატიდან 46 ბიზნესთან კავშირი აქვს. ის, რომ საზოგადოება წარმატებულ ადამიანებს ირჩევს თავის წარმომადგენლებად პარლამენტში, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, ამბობენ ოცნებაში. მეორადი საბურავების მაღაზიების მფლობელები ახალ რეგულაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალი აკრძალვების შედეგად ერთადერთი შემოსავლის გარეშე რჩებიან. 1 იანვრიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომელიც თბილისის გარკვეულ ზონებში მეორადი საბურავების ჯართისა და ძველი ავტომობილების ნაწილების რეალიზაციას კრძალავს. ტრამპმა მშვიდობის საბჭოში საქართველოს გარდა რეგიონის ყველა ქვეყანა მიიწვია. წევრობას ცოტა ხნის წინ დათანხმდა აზერბაიჯანიც. საბჭოში საქართველოს სამეზობლოდან მიწვევა მიიღეს სომხეთმა, თურქეთმა და რუსეთმაც. კიდევ ერთი სარკინიგზო კატასტროფა ესპანეთში ბარსელონასთან ახლოს სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავარდა და ძლიერი წვიმის შედეგად ლიანდაგზე ჩამოვარდნილ შემაკავებელ კედელს შეეჯახა. დაღუპულია 1 და დაშავებულია 37 ადამიანი.